მოხდება თუ არა ავღანეთში ქართული კონტინგენტის კორექტირება ან სამხედროების რაოდენობის შემცირება პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში გუშინდელი ტერორისტული აქტის შემდეგ ამ საკითხებზე უკვე აქტიურად მსჯელობენ. თუმცა ეს იმ ვალდებულებების ფონზე, რომელიც ქვეყანას ISAF-ის პროგრამის ფარგლებში აქვს აღებული. დღესვე მოქალაქეთა ჯგუფმა მდუმარი აქცია გამართა. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რეფერენდუმის ჩატარებაა. უნდა დარჩნენ თუ არა ქართველი სამხედროები ავღანეთში. ლევან ჩუგაშვილი მოგიყვებათ. კიდევ ერთი მასშტაბური ტერორისტული აქტის შემდეგ, რომელსაც ამჯერად 7 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, ექსპერტები და პოლიტიკოსები ავღანეთში ქართველთა კონტინგენტის კორექტირებაზე ალაპარაკდნენ. რადიო თავისუფლების სამხედრო მიმომხილველი ყობალ იკლიკაძე ამ ეტაპზე კონტინგენტის შემცირებას შეუძლებლად მიიჩნევს, თუმცა ფიქრობს, რომ მისიის კორექტირება უნდა მოხდეს. მე ვფიქრობ, რომ შემცირება ახლა უკვე არ გამოვა. შემცირება ნიშნავს იმას, რომ ჰელმანდის პროვინციაში რომელიღაცა ქვეყანამ შემცირებული ქართული კონტინგენტის ამოცანა და მისია უნდა იკისროს, ასეთები კი არაჩანს და მათ მომზადება ჭირდებათ, მაგრამ მე რაც მგონია, რომ შეიძლება მოხდეს მისიის კორექტირება, ეს არ ნიშნავს შემცირებას. როდესაც ხდება თავდასხმა, გამიზნული თავდასხმა ერთსა და იმავე ადგილზე, ერთსა და იმავე ქვედანაყოფზე, ქვედანაყოფის ხელმძღვანელობამ ISAF-ის სარდლობასთან შეთანხმებით შეიძლება მიიღოს მათი ჯარისკაცების ქვედანაყოფების გადაადგილების უფრო უსაფრთხო ადგილას გადაადგილების გადაწყვეტილება. ადგილმდებარეობის შეცვლასთან ერთად ექსპერტულ წრეებში განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად კონტინგენტის შემცირებაც იქცა, თუმცა ანალიტიკოსები ამ ეტაპზე ამას შეუძლებლად მიიჩნევენ. ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ქართული სამხედროების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება თავის დროზე არასწორი იყო. თითქმის 10-ჯერ გავზარდეთ 2009 წლის შემოდგომაზე, როდესაც 173 კაცი გავაგზავნეთ, დღეს გვყავს 1561, ნუ 1600-მდე, თითქმის 10-ჯერ გაიზარდა. მაშინ როცა მე მიმაჩნია ამის აუცილებლობა არ იყო. შემცირება შეიძლება უბრალოდ ტექნიკურად როგორ განხორციელდება, ამაზეა საუბარი. ახლა ყველაზე კარგი გამოსავალია, რომ ამ 2 ბატალიონს, რომელიც არის გაგზავნილი 1561 კაცად, ნუ 1600 კაცამდე, ერთ-ერთი ბატალიონის როტაცია აღარ განხორციელდეს. თუ ვინმე ფიქრობს იმას 2014 წლამდე ცოტა დრო დარჩა და არაუშავს გაუძლებთ, სამწუხაროდ ესე არ იქნება. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს თავდასხმები ხშირდება და უფრო მაღალი დიდი დონის ხდება და უფრო საშიში ხდება. ამიტომაც გარკვეული ზომები ეხლავია მისაღები. გარკვეული ზომების მიღების აუცილებლობაზე თანხმდებიან პოლიტიკურ წრეებში. კოალიციურ მთავრობაში კონტინგენტის კორექტირება განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა, თუმცა ეს იმ ვალდებულებების ფონზე, რომელიც ქვეყანას ISAF-ის პროგრამის წინაშე უკვე აღებული აქვს. უკვე მსხვერპლი ძალიან დიდია. მე უბრალოდ ჩემი მოსაზრება გამოვთქვი ცოტა ხნის წინ და იგივე მოსაზრებაზე ვარ ეხლაც. რა თქმა უნდა, საქართველოს როლი საერთაშორისო მშვიდობის პროცესში ეს არის უმნიშვნელოვანესი. და ამ როლის დაკნინება არ შეიძლება, ამიტომ თავისთავად საქართველოს მიერ გაღებული ფასი ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენი კონტინგენტი 1500 ადამიანი ჯარისკაცი არის ყველაზე მაღალი ყველა მონაწილე ქვეყნებს შორის. ამიტომ ხომ არ არის საჭირო გადაიხედოს ეს კონტინგენტი. ჩვენ არაერთხელ გამოსხებული არის, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მათ შორის 2014 წლის შემდგომაც იმ ფორმატში, რა ფორმატში გაგრძელდება ეს ოპერაცია. სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს, უღირს თუ არა ჯარისკაცების სიცოცხლე და ქვეყანამ ავღანეთის მისიაში მონაწილეობაზე უარი უნდა თქვას. ასეთი განცხადებები გააკეთეს ფილარმონიასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომლებაც დღეს მშვიდობიანი აქცია გამართეს და რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივითაც გამოვიდნენ. საჭიროა, რომ რეფერენდუმი ჩატარდეს იმ საკითხზე, უნდა გაგრძელდეს თუ არა ქართველი ჯარისკაცების მისია ავღანეთში. ავღანეთში ძალიან ბევრი უდანაშაულო იღუპება, ამიტომ ჩვენ არ გვეყადრება როგორც ერთ ოკუპაციაში მონაწილეობა და ამერიკა გამოდის 2014 წელში ჩვენ ვიწყებთ უკვე დიალოგს და საუბარს ხელისუფლებასთან და აგრეთვე პროტესტს იმაზე, რომ ჩვენი ჯარიც გამოვიდეს. მოხდება თუ არა ავღანეთში ქართული კონტინგენტის კორექტირება ან ჯარისკაცთა რაოდენობის შემცირება ჯერ უცნობია. მოქალაქეები, რომლებმაც დღეს ფილარმონიასთან აქცია გამართეს, მსგავსი მოთხოვნით ქუჩაში გამოსვლას ხვალაც გეგმავენ.